სასამართლოში ჟურნალისტები რომ არ ყოფილიყვნენ, ვერასდროს გაიგებდი, რომ ცრუ მოწმემ ვერ იცნოს ინდისის პატიმარი, რომელიც მისი მტკიცებით დააკავა. მაგალითად, 13 ივნის ცრუმოწმე პოლიციელი გოგიტა ხარატიშვილი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ დარბაზში ხედავდა განსასჯელ ვალერი თეთრაშვილს. ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოწმე პოლიციელს კითხა: შეგიძლიათ მიმითითოთ, რომელია ვალერი თეთრაშვილი? აი იქ დგას. პირდაპირ მიყურებს, თქვა ცრუმოწმე პოლიციელმა და დარბაზში სიცილი ატყდა. იცით რატომ? ვალერი თეთრაშვილი იმ დღეს ხდომას არ ესწრებოდა. ეს გადაიღო და გაავრცელა მედიამ. მედიას სასამართლოში მუშაობა აუკრძალეს. სინამდვილეში ეს შენ შეგიზღუდეს უფლება გაიგო რა ხდება სასამართლოში. და კიდევ, როცა შენ მოგიწევს სასამართლოსთან შეჯახება, დარჩები სისტემის პირისპირ მარტო, რადგან მედია საზოგადოებას ვეღარ აჩვენებს რა ხდება შენ სასამართლოზე. როდის აწესებს ოცნება შეზღუდვებს, როცა უჭირს. გახსოვთ, როდის აიკრძალა წინა ხელისუფლების დროს სასამართლოს გადაღება სანდრო გირგვლიანის პროცესების შემდეგ. და ახლა, როცა სინდისის პატიმრების პროცესებზე პოლიციელები ცრუ მოწმეებად იქცნენ. მოდით დავსვათ კითხვა. ცრუ მოწმეების დამალვა ხომ არ უნდა თქვენგან ქართულ ოცნებას? მოძალადე მანდატურებს ხომ არ მალავს ხელისუფლება? ალბათ არ უნდა, რომ მათი სახეები ყველამ დაიმახსოვროს. ყველამ იცოდეს, ვინ არიან ცრუ მოწმეები. ან ის მოსამართლეები, რომლებიც მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად მაინც პატიმრობაში ტოვებენ ადამიანებს. მედიამ გააშიშვლა სასამართლოს მანკიერება და თქვენ, ვინც მთელი დღე საკუთარ პრობლემებში ხართ ჩაფლული, მოგცათ საშუალება გცოდნოდათ რა ხდება სასამართლოში, რა ხდება ქვეყანაში. მედიას კი აუკრძალეს გადაღება სასამართლოში. სინამდვილეში შენ შეგიზღუდეს გაგეგო, რამდენად უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ.